თავის დროზე ეს იყო ერთ-ერთი ძლიერი აეროდრომი 59 ანგარით და მთელი სრულყოფილი ინფრასტრუქტურით. პარტია ლელო საქართველოსის პოლიტსაბჭოს წევრმა ვატო სურგულაძემ სოფელ მერიის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა და აღნიშნული აეროდრომის ხელახლა აშენების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გურია ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია და დაცლის პირასაა. ასეთი პროექტები კი ხელს შეუწყობს ადგილობრივების მატერიალური კეთილდღეობის გაძლიერებას და გურიის ეკონომიკის ზრდას. სურგულაძემ აეროპორტის უნიკალურ ადგილმდებარეობასა და შესაძლებლობებზე დეტალურად ისაუბრა და მისი რეაბილიტაციის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. რეგიონში ყველაზე ცუდი მდგომარეობა არის გურიაში და ამას გურიას გადარჩენა უნდა. და აი ამ აეროპორტის დაგეგმარება, გაკეთება, აღორძინება მისცემს საშუალებას გურიას რომ დაიწყოს ეკონომიკური ზრდა. ტურისტები, მიმოსვლა, მატარებელი, უამრავი მოყვება აეროპორტის ინფრასტრუქტურას და აეროპორტი, რომელიც ყოველთვის შეუძლია მიიღოს თითრინავი და აქედან შეიძლება აფრინდეს ნებისმიერი ტიპის თითრინავი. ეს იქნებოდა გადარჩენა. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების. და ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისაკენ, რომ გადავარჩინოთ გურიას სრულ დაცლას.